ბოლო რო არ უნდა აიღო არიცი? აი უწა შეჭება. თვითონ მოდის ქიშვარდას ბაღში ჭდება, ეს დატენილია ნახევარტონიანი ბომბები უდევს. ბებო ის ახალგაზრდა ბიჭია რო აცხობს რა. თუ მოვასყიდა. მაიონეზე უგენი ისაც კაი მწვადი იქნება ყველა. შემიძლია. აუ ბიჭო, აქამდე რა ქართველებო, სად ვიტანჯებოდით? მოგესალმებით, მეგობრებო, ცოტა უცნაურ ფორმაში ჩავჯექი, შეიძლება ცოტა უცნაურ ფორმაში ვარ. დღეს ვართ თუშურ რესტორან თუშხევსურული. აუ ერთ ეგივე. საქართველოს ტერიტორია ხო არის? ორივე. ანუ რა სახით, ბიჭო, რომ საქართველოს ტერიტორია არის, თქვენ ხო მეგობრებო, დღეს ვართ რესტორან სცენაში, comfort menu ცოტა არ ჯდება. ამ ყველაფერში ხეზე ამოტვიფრული უნდა იყოს, იმიტომ რომ ის იყოს რა, გემრიელი იყოს. ეს არის თუშური რესტორანი. ეს არის ხევსურული რესტორანი. რატომ მოვედით აქ? ჯერ იმიტომ მოვედით, რომ ფული შემოგთავაზეს. თავარი მიზეზი რატოც მოვედით? ეს იყო, რომ ძირითადად აღარ დავდივართ რესტორნებში, გავიზარდეთ, ჩვენ ფული გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს რესტორნებში ფულზე სიარული. თუმცა სოლიდური თანხის სანაცვლოდ ჩვენ აუცილებლად მივას ნებისმიერ რესტორანში, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ დამფუძნებელმა ეგეთი რამე მითხრა, რომ რავი, ხალხი იძახის, რომ თბილისში საუკეთესო ხინკალიაო და მეთქი ერთი სტოპ. შენ დარწმუნებული ხარ მეთქი, რომ მე მანდ უნდა მოვიდე. და ზუსტად ამ დროს იყო ხმა. კლინ და საქართველოს ბანკმა ამოაგდო თანხის ჩარიცხვა. ხო და თბილისში საუკეთესო ხინკალი მაქვს, რა თქვა მეთქი, დაიკიდე, ფული უკან გადავრიცხე და მოვედი. დღეს ვიქნები მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილი სიუჟეტია, ძალიან კრიტიკული. იმიტომ რომ ადამიანი, რესტორანი, რომელიც სიტყვებს ხარჯავს, რომ თბილისში მაქვს საუკეთესო ხინკალი, ვერ მიუდგებელ მობიერად. თან ხევსურული თუა, თან ხაბიბ ნურმაგედოვი რატო დამიძახე? გადაგიყვანე MMA-ში და იქ გაგძუყები შენ. შევეხოთ. აი წინა გადაცემა, აქ ვიდეო ამოაგდე, შევეხე. წინა გადაცემაში მოხდა ცუდი რაღაც, უპრეცედენტო რაღაც. წაგვეშალა ვიდეო. რა გავაკეთე? მართლა აი სახლი გავათამაშე. რა გავაკეთე? რა გავათამაშე? მტკვარი გავათამაშე. აი პროსტა მტკვარს გავათამაშე. მართლა. ჩემი, ანუ მტკვარს ვიღაცას ვაჩუქე და მარტო ისივლის გემებით. ანუ 112-ს მოუწევს, რომ ავტობუსით მივიდეს თუ ვინმე იხჩობა. აი მეტი რა უნდა გავაკეთოთ პროსტა რა, ამ პატარა ხალხმა ორმა პატარა ბიჭმა დაიწყო YouTube არხი. ერთი ძლიერი იყო ემოციურად, მეორე ძალიან სუსტი. რაღაც 4 წლის შემდეგ შეძლეს იმდენი, რომ ხალხს დაეხმარე מחარ რომელნაირად. რეალურად ხალხის ეს დახმარება არ გამოვა. მირჩენია, რომ თანხა დავაგროვო და ერთიანი თანხით ერთ ადამიანს გავხმარე. თქვენ რომ ის ემოციები ნახეთ, ორჯერ იმაზე მეტი იყო, რაღაც ისეთი დეტალები იყო, რომელიც ფიზიკურად ვიდეოში ვერ გადმოვიცით, იმიტომ რომ ძალიან ადამიანურად მოხდა ეგ რა, იმ ადამიანმა რო დარეკა და რაღაც საუბრები, ხა ის იყო მძიმე საუბრები ამოჭერდა და ესეთი გახარებული ადამიანი მე არ მინახავს რა. ერთ-ერთი მე ვარ ხოლმე რომ ხელფასი ირიცხა მაშინ და მეორე სახლს რომ მოიგე. ჩემი ოცნებაა რომ სახლი მეც მოვიღო. იმედია სხვა იუთუბერი გაათამაშებს და მე ნამდვილად მოვიგებ მე სახლს. ყალა როცა გაყრის ლოთებს არხიდან და თანხას დაიჭერს ხელში, იმედია ყალას გაათამაშებს და მე ვაფშე იდეა მაქვს რომ ყალას მანქანა ხო ვიყიდე და ყალას მანქანა ყალამ რო არ გაათამაშ თავის მანქანა მე გავათამაშო ეს. არის ის მოკლედ ყალას მანქანა დავითრიე რა. მეგდო ფული მივეცი ჭირდებოდა და ფიუჟენი დავითრიე და მე ხო ამ ყალამ ხო არ გაათამაშა 300.000-ზე ავიდეთ მე. ანუ პროსტა გავათამაშებ. კომენტარებში დაწერეთ, რამდენად მოგიწონათ ეს ყველაფერი, რამდენად რეალური იყო რა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იქ არაფერი დადგმული, აი ხა გაჩერეთ, მიდით, აი ეს არ ყოფილიყო. გაგიხარდეთ ხა ყველაფერი, რამაც გააჭიანო რა მონტაჟი და გადაღება იყო, რომ ყველაფერი იყო გულწრფელი. აბსოლუტურად სრული გადაღების დროს ხდებოდა ყველაფერი თანმიმდევრობით. არანაირი დაალაგებით, არანაირი სცენა. ყველაფერი იყო გულწრფელად თანმიმდევრობით. ამდენ მე ხვდები კი არა და ვიცი რომ ზუსტად თქვენც ხვდებით ამას რომ რამდენად არის ვიდეო რეალური და რამდენად არის გულწრფელი და არ არის დადგმული, ამიტომ მე გაფასებთ ამის გამო რა და რა თქმა უნდა თქვენც მაფასებთ ამის გამო. კომენტარებში დაწერეთ თითო გული აჩიკოს, იმიტომ რომ მენტალური კრიზისი აქვს და ეს მენტალური კრიზისიდან გამოდის, როცა გულებს ითვლის, ყველამ ერთად აჩიკოსთვის გულები. გარემოს 10-დან 1. იმიტომ რომ რემონტი მე არ გამიკეთებია და სადაც რემონტს მე არ ვაკეთებ და თანხა სხვამ დაიტოვა. ის აუცილებლად ცუდია. არა, ხევსურულია რა. ვაფშე ვაიბი მოაქვს რაღაცა.
კაკლის მაგიდები დგას ბიჭო, რანაირად არ უნდა მომეწონოს. DSP-ს გადააფარეს. ხევსურული ხალი ჩააზატო. და ხინკალი ხევსურული, მოკლედ აქ არის handmade ხინკალი, ასე ვეძახით რა. არსებობს ინდუსტრიული ხინკალი და არსებობს handmade ხინკალი. ინდუსტრიული ხინკალი არის, რომ ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება და შიგნით აი ის არის რა, როგორ პეჩენიასავით არის, მართლა გეუბნები. ინდუსტრიული ხინკალი არის პეჩენია, აი უნდა აპეტაიზე მიაყოს რა. და აქ ხელი დამზადებულ ხინკალში აქ არის ხევსურულად დაკეპილი ხორცი იდეში. იქ ხევსურეთში ეგრე იციან. ხორცს კეპავენ, არ ატარებენ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო გასატარებელი მექანიზმები, ეხლა რომ დელონგი და მევალტები როა. ამიტომ ხორცს კეპავდნენ რა. ამის გამო დიდი ალბათობით წვენი უნდა ქონდეს ბევრი და ცომზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ცომიც ხელით არის მოზელილი რა რეალურად და. ჭახრაკინაზე მითხრეს კიდე ძალიან გემრიელებო და ხაჭაპურებიო და მე მაინტერესებს ყველს ათრეულობენ. ყველს საიდან მოგაქვთ? ეხლა ვიკითხოთ დამფუძნებელს ყველი საიდან მოგდა გეტყვით. თქვენია? თქვენიას თქვენ, მე ძროხა არ დამინახავს რომ შემოვიდეთ. ხევსურეთიდან მოგაქვთ? აბა? ერთ საქონელს ხო არ დაიმატებდით. აჩიკო წადი. საქონელიც. ჩემასწავლელი გამოხსენდა, ეხლა საქონელს მეძახდა ხოლმე. ფაფახი ტყუილა ანაფარია. როგორ მიხდება ბიჭო ეს? ცხოვრი. დღეს ერთდღე მაგას ვიძახი რა. ყველა აი ეს რო პრინტერით წერს ხო ის იქაც უამრავი შეცდომა. ხელით რო წერს საერთოდ სხვასა ინტერსტელარი 2 არის. ყველა ზე განსხვა ძელით, განსხვავე ძელით. აი ბიჭო. ხ და ძ ხო გეშლება, მაგრამ ბ და ხ რანაირად ვერ შეგეშლავს. რა წერია? გეხვეწები ხეს. ყველაზე განსხვავე ძელით სასმელი ვითი დაგილევია. ეს მოყოლილი მაქვს. შპარიცი ძროხას რაც უბერავენ რა. ბიჭო, ყველაზე რთული არის მიწიდან დალევა რა. საქართველოს სადაგზაოს მიწიდან დალევა არის. ბიჭო, აი თხრი მიწას. არა, ბევრგან არის მიწას თრალი ოღონდ, აი ფხიზელი მაგას არ ამენაკეთე. აი, ოპა, სისხლი რო დაიწყებს დუღის რომ ქართველობა დაუშვებთ ერთი ცემა უკვე გადავლილი როა სუფრაზე. მიწის არაზოეს მიწა უნდა ამოთხარო და უნდა ჩაასხო. ეს იჟონება რა, ეს ღვინო. სადღაც გაჩერდება და ეს ტალახის ღვინო ერთად არის რა. აქ შესაძლოა ოღონდ ბიჭო დიდი თავი ვისაც აქ ვერ ეტევა. მართლა გეუბნები, აი მიწა თუ პატარა ამოთხარი და აი არ მოდი უნდა ამოწოვო. შეჭი აი მიწიდან უნდა სად უფენენ არა ისა მიწა. საქართველოს მიწას ვსვამეთკი. ანუ მადლიანი მიწას რა უფენენ შეჭება. რა ჩინური პარკი უნდა დაუფინო დაბლა? და საქართველოს სადაგზაო დალიო მიწაში შეჭება ჩინური პარკი დაფენილი. შენ ხوار ჩააწ. მიწაში მიდის ბიჭო, მიცვალებლობას მიაგებოს. შენ ხوار უბერავ მართლა. აუ ვაფშე, აჩქო არის კოლბის ბავშვი ხო ვიძახი რა. კიდევ ერთი დასტური. კიდე ფეხსაცმელი. ოღონდ შენ არა აი სოფელში ჩემებთან რომ აი ბოტს რო გაიხდის, შეჭება მთელი დღის ნამუშევარი. შენ არ გეგონოს ეს ჩვეულებრივი ფეხსაცმელია და მასიმო დუტის ტყავის ფეხსაცმელით ასვამ. შეჭება ბოტი არის? ჯერ შავი მოდის, ეს ჭუჭყი გამოასწავლოს და მერე ღვინო მოდის, ბიჭო. ოღონდ ეს ყველაფერი თვალზე ხდება რა. თავიდან ძალიან ნათალი ჭიქებით გაუმარჯოს. და რაღაც მომენტში ხდება, აი პოლიტიკაზე მიდის ბაზარი, დაკა დუბარა. ერთ-ერთი გადაცემის სახელს მოვიხსენიებ. აი როგორც კი ეს ჩხუბი შევიგდებით რომ მაინც ერთი პოლიტიკის დედას ჩვენ ერთად, აი მაშინ მიდის საქართველო. ვინც იწყებს? და ის ვინც ამდანოს იმის დედა გახტილია უკვე. მიდი აბა არ დალი. ქიშვარდას ქონდა ხომე, ტალინის სადაგზაოს ვსავდით ხომე. ეგეთი უცნაური სამოვარი ქონდა ხომე რა. ეს სამოვარი იყო უძირო შეჩემა. დიდი სამოვარი იყო და იძახდა ხომე რომ ესაო იოსებ ბესარნოვიჩმა მე მაჩუქაო რა. ამ ისტორიას ვერავინ ვერ ამოწევს, მართლა აჩუქა, არ აჩუქა. ქიშოს აქ კიდე ისტორია მოყოლილი რომ რვაში რომ ომი დაიწყო. ქიშო წავიდა იქ კარალეთში პამიდორს გამიჯეგავენო და ქლიავს ჩამომიყრიანო. ომი არის რა. დასაცავად არა უნდა მოუკრიფოო, თორე ომი რო იყო ჩამოყრიან. ხალხი გარბოდა, ეს მინდოდა პამიდორი. ჩავიდა ბიჭო ნერვიულობ თუ არ მოკლან იქა რა. ჩამოდის 5 ვედრა ჩამოიტანა ცარიელი და ერთი არის ავსე. ვიკითხებ თუ ქიშოათ. ზახვედი უნდა მოგიკრიფა, სად არის? ამათი დედა შიო თვითფრინავით დამაჯდნენ რომ ბახში. რო კრიფავდიო, რუსების თვითფრინავიო კრაკადილი რაც აყავს, გადმოფრინდაო, რო დამინახავ, ხელი დამიქეო, მე უთხარი, ჩამოდიო. დაჯდაო ბახშიო და ამ დედა რაც ხდება მითხეს რომ წაივიღებ თუ ქლიავსაო. მე უთხარი რომ სახში უნდა ჩავიტანო ერთი ვედრა, სულ ვერ გაგატარდ. წაიღესო ვედრებითაო და თვარ დედაყულები არ იყონენო.
ეთყობა თვითმფრინავში დაწევს და ვედრები გადმომიყარესო. ეხლა წამედგე თვითმფრინავი. ბომბდამშენი მოდის თვითმფრინავი. მართლა გეუბნები. თვითმფრინავი მოდის ქიშვარდას ბაღში ჯდება, ეს დატენილია ნახევარტონიანი ბომბები უდევს. დატენ დაჯდა. ქიშვარდას უნდა ქლევუნა წავკოთ, ქიშვარდა ვერ წაიღებთ სულა. ერთი ვედრა უნდა დამიტო. ვედრებით მიაქვთ და უცებ ჰაერიდან დაცალეს ეს ვედრები იყრება შეჩემა. ქიშვარდა როდის მოვა პოდკასტში. მარტივი არ ვიცი, მალე ალბათ. გეტყვი ქიშვარდა გვერდიან, ერთხელ თვრალი მოვიდა და ვიღაცები მithრევდნენო რა. ჩემი ქიშვარდა არის ბაბუა ჩემი რა. ერთხელ თვრალი მოვიდა და ვიღაცები სუსველი იყო ბიჭო. სუსველი იმენ ტალახებს მithრევდნენო რა. ამათი იმენა მithრევდნენ. ხო და გავარკვე და მე მაგის მას ბაყავსა და რეკა როგორ არისო, კარგად არისო და ნორმალნაო რა. ჩვენ ვთხოვეთ, შეულებადა. ჭაში ჩავარდაო. ახსილი ჭა იყო, წვიმა იყო და ეს ყო სავსე იყო ეს ჩავარდა. ისეთი თვრალი იყო ეს ვერ ამოდიოდა. ქვეშიდან ეგონა რომ მithრევდნენო რა. სუსველი მომენტი. ხოდა რა ვიცი, მაო, ეგ არის ქიშვარდა რა და დღემდე არავის გადაუწ ამ გლეფი მოვკალი. ბიჭო შალვარ დაგლეჯილი მოვიდა, სუდახეული მოვიდა ერთხელ რა. ნანიობნებ ბებეჩო, რა გწისო სადალიო. გლები შემხვდნენ გზაში. თვალი, გლები იყვნენ, 5 მგელი იყო, ძლივს მოვიგერიო. ბიჭო, მეუბნებთ რა ქიშო, რამ გლები, ბაღიდან მოდიოდიო, დამხვდნენ გლებიო და ორიო ცემეო დანარჩენებიო გაიქცნენ რა. აიძნა ფერი და მეორე დღეს მოდის მეზობელი და გავაჩუქეო ძაღლიო ქიშო. ქიშოს ეუბნება. არა, იმასთან დაულევია. ეთყო ეგ ძაღმა დაგლიჯა მერე. და გლები მთელი სოფელი გლებს ეძებდა მართლა 5 მგელს ეძებდა რომ ცხოვრი არ არის ეჭამა. ხევსურეთში თუ ხარ ნამყოფიო. არა. მოპატიჟება ძალიან ბევრი მქონია, მაგრამ ხევსურეთში არ ყოფილა რა. აი ხა მანქანას რო ავაწყობ, მე დავიწყებ უკვე სიარეს, იმიტომ რომ მანამდე ვერ დავდიოდი მანქანის უქონლობის გამო. თან ხევსურეთში მარშრუტა ხო არ არის. დელიკები, დელიკა რა, მაგრამ მე ვას. ერთი დელიკაც უნდა ვიყიდო. არა. დელიკაც არა, ვაფშე ის აჯერებს თუ იმეყიდით, ბაზა მჭირდება რა. დღეს ოფროუდზე ვიყავი და გორელები გავიცანი, კაი ხალხი. აჯეროს ბაზა მჭირდება რა, ეს 1000-დან $2000-მდე, ნუ 2 და 8, 3 და 2 დიზელი სავსებით საკმარისი იქნება, ოღონდ ხიდებით, ბლოკირებული ხიდებით, რომ ეს 3 და 0 N57, M57 ვდურთოთ. BMW-ს. და ავიდეთ ხევსურეთში. მიწის ამბავი ხო არ გავაჟღეროთ, შევამზადოთ ხალხია. მიწაზე მე დააჩქომ ვიყიდეთ მოკლედ ღულელებს რო გაცდები, იქ არის მიწის ნაკვეთი, სადაც ტყესთან ახლოა და უკარგესი ხედი არის რა. მოკლედ ჩვენ დავითრიეთ სხვა ადამიანისგან რა, ჩვენ ვიყიდეთ 2000 კვადრატული, ის ადამიანი ყიდის კიდე 800. 8-დან ბიჭებს ვისაც უთხარით საახლობლოს ისინიც რაღაცებს ყიდლობენ და შემდეგი ვიდეოდან ყურადღებით იყავით ეს ადგილი გახდება წალკოტი. იმიტომ რომ პირველი სახლი იქნება ჩემი და მერე უკვე წალკოტი. ჩვენ რო გადავთ, მე ვაპირებ რომ იქ ავაშენო ხის სახლი. კალასგან განსხვავებით, ოღონდ ნორმალური ხის სახლი. და სამეზობლო მინდა ისეთი მყავდეს, რომ ჩემი გამომწერები თუ იქნებიან იდეალური იქნება. რომ ეს იუთუბერებს ყველას უთხარი და ვიღაცები უკვე დაითრევენ. ოპა. პირველი მოვიდა ჭახრაკინი. მაგრამ ლეგენდის თანახმად ჭახრაკინს, ლეგენდის თანახმად ჭახრაკინს მინიმუმ ჭირდება თებში. ეგ არის ისეთი ლეგენდაა რა, ხუაზე ხარ აი. ცომი, ბიჭო, აი ესეთი რბილი ცომი ძალიან ასო. არა, ისთვის გინდა ერთი თებში. ენა არ წამასმევინო ეხლა რა ესე. მაჭაფე ნორმალურად რა. შეგახსენებთ, ჩვენ ვიმყოფებთ რესტორან სცენაში, რომელიც მდებარეობს სენეგალში. აი უწამო შეჭება, ბუზა. ბიჭო, უხეხულია კაცი. რა შეჭება, ანუ კაცი. ვისთვის როგორ, ეგ აგიხსნით. ჩემთვის არის ზეიდეალური. იმიტომ რომ ცომი, სირბილე, შერწყმა, ყველის რაოდენობა, წახლის რაოდენობა იდეალურად არის. კაცისთვის მაგალითად ცოტა წინ მოდის მარილი. ჩემთვის ჭახრაკინაში მარილი ოდნავ წინ კაი არის. ხაჭაპურში არა. ჭახრაკინას უხდება რა. ის შუშხავს კაია რა. გურა ანახის როგორ აჭამს, გეხვეწე რა. გეხვეწე ანახი. ბელას ტორტივით რო ჭამს რა.
ანა, ხო. ნახე, მიდი, ხო, რა. ძალიან ისე მოეწერია. აი ჩემი დედოტი რანაირად, ბიჭო. ამ რესტორანს რო გადავწყდომოდი, უფრო გამისწორდებოდა, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად შევაფასებდი. ეხა საკუთარი მეობა არ მიშვებს ის კარგები ვილაპარაკო, რაც ეხა გონებაში მაქვს, იმიტომ რომ ამაში ფულია გადა. დავით. აბა. არა, სწორედ გადაკეცე. საღოლ ნორმალური რა. მომა ხელში დავისხამო. რა რჩება ჭიქაზე მალე ხაჭაპური მოდიოდეს, აი არ მესმის ეგ რა. მაგრამ რესტორანში კაია, ჭიქაზე მალე რო ხაჭაპური მოდის და ჭიქის მოტანას თუ ლოგიკური დრო აქვს. გაიხსენე ბოლო კონფლიქტი, რაშიც ამოყავი თავიო. ძალიან უკონფლიქტო გავხდი მართლა რა. აი სხვა თუ არ დამაჯვა თავზე, მე შანსი არ არის რომ რა, ჩინელებთან ქონდა პატარა უთანხმოება, ბიჭო. და დავლაგდი. ათუ იქა, ათუ აქა, ორივე ჩინეთთან ქონდა უთანხმოება. გუანგჯოუელ ჩინელებთანაც და საბურთალოელ ჩინელებთანაც. დიღმელ ჩინელებთანაც, საბურთალოებთან. იმენა კომპოტია, ხო? ამოდუღებული წყალი არ აქვს. მურაბას ხო არ აქვს წყალი დასხმული. სიროფის გემო რატო მოაქჩა? ხარშავთ. მე შიგნით რო ყრია, ეგენი უფრო მევასება. აუ გავძეხი ჩემი. ბევრი მომივიდა ეს, ერთ ცალი უნდა მეჭამა რა. აი მალე იქნება. არჩე კომპოტისგან, აი ეს არის რა. გულწრფელი რესტორანი არის. ხიმანდრობები არ არის რა. ფასები მაინტერესებს. თიც. აბა ეს დიდრების რესტორანში ხარ მოვედი შემთხვევით. როგორი სოლიდური მენიუა. ცივი კერძები მაყალზე გამომცხვარი, გამომცხვარში ბებოს ხაჭაპური ტაფაზე, ახალ ამოყვანილი სულგონით. ბებო ის ახალგაზრდა ბიჭია, რო აცხობს რა. 23 წლის ბიჭი გამოვიდა წეგანს, ხო? ქვილიანი იყო. ჭახრაკინი 23 ლარი. აი ფას. ბოლო რო არ უნდა აიღო, არიცი? ჰა? სუფრაზე ბოლო რო არ უნდა აიღო, ეგ არიცი? აი ცარიელთებს შევიდოს ხო ყველა. ეს არის რაღაც ესთეტიურად, გონები რაღაც. ფეხი მომაჭამე ბარები, რა. ერთი ცალი შევჭამე, ერთი ცალი შეჭამე, ძალიან ისე, ხო? 2.30 ხის ხინკალი ქალაქური. ბიჭო, 20 თეთრი არ აღირდა ხოლმე ხინკალი. როდის მოიმატა? ბადრიჯანის სალათი, კალა 15 ლარი ღირს. კაი დიდი პორციაა. ბადრიჯანი ნიგუზით 15 ლარი ღირს, ოღონდ 4 ცალი არის შიგნით მოზრდილები და ფრესკოში გიჯდება 16 ლარი. კახურიზეთ ნიგუზით ღირს 18 ლარი. მე მგონი შენი კიდე პომიდორი სანადოდ რომ მოხვიდე ჯობია. რა. და გამოიძახ კიდე პომიდორი ცალ-ცალკე შეჩემა. რავი, ბოლტიდან რო იძახებ, გამოიძახ 1 კილო კიდე 1 კილო პომიდორი 3 დღე ჭამე რა. უნდა გავწკნა. დაჟე 18 ლარში საფრთხილიც მოგივა შეჩემა. მარილი და ავიჩ. ქათვის მწვადი 20, სოკოს მწვადი 18. რას? მე გავაკეთე. მე გაკეთებული მაქვს. იდი ნახო. ბიჭო, ყველი და ჭახრის ფოთოლი არის შეჩება. რო აიღო თან. გადადე, ახლოდან ანახე აჩკო. გადადე აბა. ბლინი საქონლის ხორცით, კარტოფილი ოჯახური. ამის ეს კარტოფილი ოჯახური აღარ მევასება რა. მაყალს შემწარი აფხაზურად თაშმიჯაბით. 20 ახალი კარტოფილი აქვს 15. ახალი კარტოფილი გააქვს? აი გიყო მთავარი მეთქი გადანახული თან. ტყემალი დავაი, ჭიქაში ჩადის ხოთ. ჩვეულებრივ ჭიქაში. ხო, მაგრამ ტყემალი უფრო კაია. არა, ბიჭო, რა უნდა წარმოდგენაში მე მზარავს, ხო და წარმოდგენაში მე მზარავს მაიონეზს რო იყენებს საჭმელად. აი, შაურმაში მესმის, ოლივიეში მესმის. აი, რაღაცებთან მესმის. მაგრამ პროსტ აი მაიონეზს რო დადებ და აი, სოსისს რო ამოусმევ, კარტოფილის ბიჭო, მაგას სუხოიჯობია რო ჭამო რა. არაჯანთან ერთად, აი იოგურტთან ერთად ჭამე, იგივე ვეში არის. просто ეს მაიონეზი არის ძალიან ცუდი პროდუქტი რა. ნაგავია. აი იმენა ნაგავია. რომელია ყველაზე ზარმაცი ქართველი იუთუბერი, რო ძალიან ბევრი. ბასტო. წელიწადში ერთხელ ძღნელიც აყვავდება. კალა ძალიან შრომის მოყარია. ბიჭო, ანდაზებში ვარ, აი არ ვიცი რატო.
იაკობ გოგებაშვილის საგანძური მაქვს წაკითხული რა. ისე მევასებოდა ხოლმე, მოანდაზო ზღაპრები არის რა. ხო და რატომღაც სულ მახსოვს ეგ ანდაზები რა. მაგრამ ერთი ხვირაც არ გიხდება ეს. ეგრე ვერ ვიტყვი. სიტუაციას უნდა უხდებოდეს. აი ანეკდოტი კალა მაგდათ არ არის, ხა უნდა მეთქვა, მაგრამ კალა ძალიან ბევრს შრომობს. კაკო ძალიან ბევრს შრომობს და კიდევ ის 10 ადამიანი, ვინც დამხლები არის. მართლა 11 ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს. ჰიტა არის ზარმაცი. ხო, აი მაგიდასთან ზის. რა მარტო კაი ხარ, ფულსაც მარტო იღებს და გაუნაწილოს ხებსაც. ანუ აიყვანოს დამხმარეთივე. სამარილე. აიცა რა სამარილე. აი თქვა გუნდიშა, მოიცარა מחარაო. ერთ-ერთ ვიდეოში თქვა ეგრე გუნდიშა და არხია რომელსაც ბიჭებმა თავისთავი იპოვეს, იმიტომ რომ ლუდი უფასოდ არის რა. ვარჯიში დაიწყო და მართალიაო. ჯერ მე არაფერს არ ვიცი, მე არ მიყვარს ეს გახმაურება და რაღაცეები. როგორც კი შედეგს დავდებ, თქვენ თვითონ მიხვდებით, ანუ მე არაფერს არ ვიცი. დუმილის უფლებას ვიყენებ. ეს არის როგორ? ოჯახური. მარილი სად არის? მარილი კი არა და ისა. ერბოა ქონია. ყოველთვის ვიცი რომელშია მარილი და რომელში პილპილი. მარილი ვდურთე შეჩემა. 1 2 3 4 5 6 პირველ 9 11 12 13 14 15 16 17 ორი აკლია. მაგრამ შეიძლება აქ იყოს მეტობით. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 13 14 15 16 აქ არის, ხო გითხარი? არა, აქ 21 არის. ამის ორი აქეთ არის, ანუ ბალანსი დასუნე. აუ გავჭრი და ისევ ნახავ რა. ხალხს ვანახე შეჩემა. რამოს გაუშვებდი ღრანჭებში. ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა რამდენი დავლე. ცომი არის ბებია ჩემი გამახსენდა რა მართლა. მე მაგრამ მევასება ბევრი მწვანილი რო არის რა აი. დაჟე რო ხსნი რო ამოდის ეს მწვანილები. მაგრამ მევასება. დავამთავრო ხო? აი როგორი. ავიდა ზევიდან გავხრიტავ. აუ ახალი ვისწავლე შეჩემა, ეხა ნახე. აქ ხო, ჰაერს დაუტოვებ, ეხა ნახე. არა. აი. შემირე. ნიალურია შეჩემა. აუ ბიჭო, აქამდე რა ქართველებო, სად ვიტანჯებოდით? აუ რა მიუწყალი მოიცა. აუ ეხ გადაილებს ზევიდან, ო. თან ეს გახვრეტილია ეხა გაიგე? ო, ბევრი მომივიდა. აუ სო, ეხა დაბლა. ოღონდ პირი არ გაშალო რა. ეგრევე, მიდი. ზგავ, წავიდა. გამოწოვე შენ. ო, ეპრო. მე რა მეთოდიც მოვიგონე, მაგ მეთოდის დროს ირიცხება უკვე. ხდები? ეს არის ცომი ეგ არის. ხორციც ებრეელია რა. ვიღაცებს ვაფშე ქართველის გემო ნელ-ნელა იცვლება და ვიღაცებს აი რო პრიალებს ეგეთი ხინკლები მოწონთ რა. ეგ ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ ინდუსტრიამ ასეთ გინდა თუ არ გინდა მაინც დედას აჭმას რა. მაინც წაიღო იქისკენ რომ მარტივად გაკეთდეს, მარტივად დამზადდეს, უცებ იყოს, ხალხმა იყოს. არა, პიზდეც. სულ გავიოფრე შეჩემა. ხა დილა დავიწყე, ჩემი ისტორია ნახე დილარით დავიწყე. 3 კვერცხი, ავოკადო, ისა, ჭავის პური, ტუნა, აი ზეიდიანური კერძით დავიწყე. ეხა დავიწყე, აი და ამ გიშსაც ვასწავლე რა. ოღონდ აი ესე, მაგრამ ეხა შუადღეა, მოსულა შუადღეს. F-50 რო აწყობ როდის იქნება მზად, აი რა ვიდე სალონი მორჩი ეხა. ეს სალონი ვაფშე გამოცვალე, SVT-ს დავაყენე. რემნები შევცვალე წითელი. რაღაცები დეტალები ძალიან დავშალე, თავიდან ავაწყე. რაღაცეებში ხმისისგან ეს. რო გავყიდით 20 მინიმუმ გავყიდი რა. ჰა? ბიჭო, მე ხო ვაჭარი არა ვარ, რომ დავამატო კიდე ზევიდან რაღაცეები. კრეატორის პროექტში რომელ მონაწილეს ვიდეო მოგწონს ყველაზე მეტად? მომეწონაო. ბიჭო, არის შეიძლება თუ ამის ხმა Wild-ის რა. Wild Dog-ი, ომარის არხი Wild Dog-ი რაც არის,
მე ეგ ბიჭი ძალიან მევასება რაღაცნაირად იმენა მაყურებინებს კონტენტს, იმიტომ რომ რაღაცები მარტო რა ხდება ძალიან კაი. საყვარელი კაცია რაღაცა, კეთილი კაცია. სახლის გამარჯვებულზე რას ფიქრობ, ეკუთვნოდაო? ვინც მოიგებდა ყველას ეკუთვნოდა რა. მე არ მიყვარს ეს ეკუთვნოდა. მოიგო, ეკუთვნოდა. ეგ არის. დადგმულზე ემოცია მარტივია ხოლმე, რომ დადგა გაგიხარდათ, ვიღებ. და როცა არ იყო დადგმული, ერთ-ერთი მაგის გვეშინოდა, რომ შეიძლება და ემოცია რაღაცა ცოტა ისეთი ყოფილიყო და ყველაფერმა კარგად ჩაიარა ძალიან რა. წინა თავანი გვაქვს შესაძლებელი ჰუდების კომპანია ვისთვის არის ჰუდების კომპანია, რომელმაც ეს და ეს ჰუდი მოგცეს რა, მაშინ რომ გაჩქოს ჰუდი, ეტა ტარმაჟი ბრატ, ეტა კომპიუტერ. ეგ ჰუდი ვინც დაგვიმზადა, მოკლედ ეგ არის კომპანია ქარგავენ ჰუდებზე. ან ბევრად მაღალი ხარისხი. პრინტავენ არ ვიცი, მაგრამ რომ ქარგავენ ზუსტად ვიცი. 20%-იანი ფასდაკლება იქნება თქვენთვის, ვინც ვიყურებთ საეჭო 20, არანაირი დაბლატილი, საეჭო 20 და მიიღებთ 20%-იანი ფასდაკლება. მე ვეგნოდ რომ 100%-იანი გავკეთებინა, მაგრამ არ დამხნახდა კომპანია იმის გამო, რომ ფიზიკურად თანხა არ შემოვიდო და უფრო მეტი პროდუქცია გავიდო და გაღარიბდებოდნენ და საერთოდ დაიხურებოდნენ. როგორც სომისა და ფქვილის სონერო. ეს დიეტურია თუ რატო ეს ფერი? ცეხვილი პური კი არის, ისგან არისო? აჰა, რუხი ფქვილისგან არის დამზადებული. ეს იყო ძველი იქაური კერძი, ხო იდეაში? ხევსურეთში ძველად ესი აკეთებდნენ. ეს გადამოწვეული ინფორმაცია, მე მაგინებენ ხოლმე მე და. მუხი, ანუ ეს არის ავთენტური ხევსურული ხინკალი ახლა. ჩემ წინ წარსდგა თეულური ხინკალი, ხო. ხო, თეულური რა ხევსური. ოფში თლიანი სახელი ეგ არის. ცოტა უნდა შეცვიდეს, ორი? ხაჭაპური არის ორი სახეობის ყველასა, კაცი უნდა მოხვიდეთ და თქვენ თვითონ ნახოთ რა. მე უბრალოდ გემიანად რო ჭამო ხო შეიძლება რა. ვა. რა ამის მე რა მოდის კიდე რამე თუ აღარაფერი. რა აბა? წვადი? წვადზე მე მაქვს დისერტაცია რა. შვილი ვიყო წვადი თუ დავინდო, მართლა გეუბნები რა. აი რემიქსის გემო, აი ოდნავ სადღაც ჩაკბეშის დროს ოდნავ ღორის გურიჭინი იქნება და всё რა. ეს მაინტერესებს და ვერ ავჭამე რა. არა, ესთეტიურად რო ვჭამო. ცხელი? არის რა. ერთხელ გამეჭედა იცი ხინკალი. აიგრე მოუკბიჩე მთლიანად და გათვლა იყო რომ ესე უნდა წავიდეს ყელში. ისე ვერ გადაყო და ამომიტრიალდა. ეს დაეცვა ეგრევე. on ძალიან ბევრი ხალხი იყო. არა შო. რო გადმომეგდო უხერხული იყო ამდენ ხალხში, მანამდე ვიძახდა ვიგუდებოდი შეჩება და აი რომ მივხვდი კარებამდე ვერ მივიდოდი ამოაგდე ეგრევე ჩავყალაფე რა ანუ ანუ პოზიცია შეუცვალე ხინკას იხდი რები მაგ ბიჭო მე თუ სუფრაზე მთვრალი გამაგიჟეს აი ჩრები იმენა აი რავი რა ვა სურვილი უნდა ჩავიფიქრო ჩადნა ვახჩი ეხლა ახაც განახებდი წვენს მაგრამ წინაზე ხო განახებდი ორთქლის წვეთი დამეცა და მეგონა რომ გაჟონა და ამან გამოიწეს რომ ადრე უკბინე და ადრე რომ უკბინე იდეა ძალიან არა დასახვეწი არ არის ერთი წუთი რა ეს ხო ტრიუკი შეჩემა შესრულება სხვა რამე ეს ხო ტრიუკში გადამეზარდა ვა გემოში როგორ განსხვავდება? ცომის გემოთი განსხვავდება თქვა. ეს ორი ხინკალი იყო. ცომს აქვს ბიჭო, სერიპური ხო არ გიჭამია. აი სერიპურის გემ ადრე ცხობდა ხოლმე ჩემ ბავშვობაში სერიპური ეგრევე ეძახდით ხოლმე. არა, ეხა არის შეჩემა რაღაცა ესა. აი ბავშვობაში ზუსტად სერიპურს რომ ჭამდი ხოლმე,
ოღონდ ეგრეთ რო ფქვილი მოგქონდა ხოლმე, სერი ფქვილი იყიდებოდა ხოლმე და იმის გემოზე ვჭამე. არ ვიცი, შენ გახსოვს თუ არა, რამდენი წელს ახლა? 30 კი უნდა გახო. ეს უფრო ჯანსაღი ხო არა? არა ჯანსაღი რატო არის? მთელი ერი ამან ამით ვჭამდით და ამილოდა. ჩვენი სიამოვნება. ხო, მაგაზე ეგრეთში რომ დავდივდით ხო. მაშინ იყო ორი სახეობის ფქვილი, თეთრი და სერი. სერი ფქვილი. სერი ზუსტად ესეთი ფერის პური ცხებოდა ხოლმე და გემო აქვს ზუსტად ეგეთი რა. არა, ეგრეთ არ არის, ის იყო ნამდვილი ფქვილი იყო. აი ზუსტად ეგეთი გემო აქვს. შენ გახსოვს? მიდი რა. გიხვეწები რა. შენ ამდენი გავსინჯო შეჩემო. დავითა. შენ მეთოდი მანდ არ გაშლის. ხო იმე ფქვილის გემოა. სერი მაგარია, სერი პური. დაჟე რაღაც დროს თეთრი ფქვილი აღარ შემოდიოდა ხოლმე და სერი ფქვილი შემოდიოდა მარტო და სულ ამას ჭამდით ხოლმე რა. იმის აი ხა გამახსენა მაგარი იმის მერე ეგ გემო არაფერს გაუხსენებია რა. რა შენი კერძი მოვიდა. აი ხა. არ გაიხა ამოვარჩიე, როგორ შეიძლება ეგ რას მომასხა? არა, თუ მომასხი და მაიონეზე უგენი ისაც კაი მწვადი იქნება ყველა. ნეკნის მხარე ავიღოთ. მაგრამ სულ ნეკნი არის. პრემიქსის სუნია. მართლა გეუბნები. გემოზე უფრო დავადასტურე. აუ მე ყლა პატრონი აღარ მინდა ჩემ. დავი წერანს გავსინჯე ისინი შეშემა. შეკმაზუ რო არ კითხო შეკმაზვას არც ეძახის. კითხება დაბასტურებული არის? მე დავი მოდი რა. უსუნე რა ეს. მე მეჩვენებათ ხო? მე მეჩვენება? არა, ის ხოსვე, მაგრამ ბოლო პერიოდში აწამა კატო. მანამდე პრემიქსით არის გაზრდილი. შეწვარი არის იდეალურად, ანუ კონსისტენცია, სირბილე, ყველაფერი კაი აქვს. ხინკალი, ხაჭაპურები 10 და 10 ყველაფერი წვადის გარდა რა, იმიტომ რომ ანუ შიზოფრენიკი არა ვარ. ეგ ხო დავადასტურე მე პრემიქსზე. შიზოფრენიკი არ ხარ, ეხლა გეგონა რომ უნდა მოვიდნენ ამიყვანონოში. არა, ეგ იმიტომ რაღაცა მაგაკეთებული ორი დღსი და მაგიტომ ეგონა თორე. ავი, ჩემი სუბიექტური აზრით იდეალური მწვადი არის. მე მწვადში ვეძებ სირბილეს, გემოს. რა ცუდია, მაგ ვერ სინჯავ, ბიჭო. და ეს არის ნეკნის ნაჭერი, ურბილესი, აი მართლა ურბილესი. და გემრიელად არის შეკმაზული. ძალიან გემრიელია. როცა მწვადზე არის შეიძლება სუბიექტურ აზრში გატენოთ ჩემი აზრი, მაგრამ მიჭამია კაი მწვადი რა. დაახლოებით თქვენ ახლა დარჩა ჩემ ხორს რა. სანამ მიაღწევს იქამდე რომ დედა და ეგ მოყოლი გაქვს? რა. შენი ღორის ამ. ჩემი ღოლი, ჩემი ანუ რო ვერ ვიპოვე ერთად კაი მწვადი. იმერეთში ვზდი ხორს ცხოველური მეთოდებით. ქუჩაშია გაშვებული ნაგავს ჭამს, იყო რაღაც პერიოდი მე ვასვენებთ ამ ღორს, რომ ქონი ჭლე წამოვიდეს. იმას შევჭამ, იმასაც თუ ესეთი გემოხონდა. ესე იგი მე მაგ რა. ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას რეალურად, რომ მე გავიგო, რომ მე ხორ გადამიტრია და თავში და უბრალოდ ღორის ხორცი აღარ მომწონს. ჩაკაფულის ხინკალი, მახარია. ეს არის საპახმელიო. ეს არის საპახმელიო ხინკალი, მაგრამ ეს სვი შეჩემა ერთი ჭიქა რა. გამოვედი პახმელიაზე და რა ჟუტკი არის. ნაცნობი გემო რო ხდება, ოღონდ სხვა თეფშზე რო გახსოვს ეს გემო. სხვა ფორმატში. ჩაკაფული გაქვს ცომში რა. ამ ფორმაში რამდენი შეეგუოთ? ამ ფორმაში რამდენი შეეგუოთ? ჩაკაფულს. დიდ გოფში მირჩევნია მე. მირჩევნია? თავი არა, ცუდი არა. ყველა ვატრაგებდი. ცუდი არა. ტოპ მართლა რა. მართლა ტოპს არ მეკონა. აი მარტივი მიზეზი მაქვს ხოლმე მე კარგ რესტორანს ატვისებ რომ გადახდილი, ანუ სხვაგანაც ხო იხდით ახას და მე მიზეზებია რომ ძმაო მარა გეგონა მაგდეს რო იხდით რაღაცა. ამ შემთხვევაში გადახდილი თანხა იდეალურად ჯდება ხარისხში რა, ანუ
რასაც იხდი, იმის ხარისხი მოდის, ანუ არ რჩები იმედგაცრუებული რა და ეგ არის მთავარი. დღევანდელი დღის MVP რომელია შენთვის? რომელი კერძი? ხინკალი და ხაჭაპური მაშინ. ჩემთვის ჭახრაგინა და მწვადი. ჭახრაგინი რანაირად MVP შეჭამა ბოლოს გაიგე უკვე რომ შიგნით თვა ჭახრით არის. ჭახრაგინი ხაჭაპური ძალიან გემრიელი. ხაჭაპური და ხინკალი კაი არის. ეხლა ვეღარ ჩამდეს და უნდა ჩავტიო. აი ნუ გასკდა. კიდევ რამეს თუ ეგა? აღარაფერი, ჩემი დედა რაღაცა. აუ ფელამუში მაგრამინდა. არა, ფელამუს ვიდეოს გარეთ შევჭამ რა. ფელამუშიც არის. არა, ვერ შევჭამ. საუბრა შევჭამ ტემასაც. როგორი ადგილია იცი? მეგობრები რო ვერ ხვდებით საწავიდეთ და შენ რო იტყვი რომ ერთი ადგილი ვიცი და რო გაამართლებს მაგას რა. გემრიელი საჭმელი სადიქება. ზოგა რაღაცა ვარგო და ზოგა ის რაღაცა ვარგო, ზოგა ეს რა. ქართული ეპრო რესტორანი, ხო რესტორანია, რამე სხვა სახელი ხო არ არის, სენე, რესტორანი, ხო? რამე ხარ ინგლისურად ხარ მოგიფიქრებიათ რამე. ეს Georgian food traditional location სენე. წავედი მეგობრებო, სენეს რესტორანს ეპროვი ჩვენგან. მე ბევრსად გავატრაგებ. მე მიყვარს ყოველთვის როცა თქვენ მოდიხართ ჭამთ და მე მაგინებთ ხოლმე რომ ახარ ეს რა ვაჭამე. ამ შემთხვევაში ეგ არ იქნება. საერთოდ გინებისას ვზარდხარ, მინდი ფიზიკურად მიზეზი არ აქვს. გამოიწერეთ არხი და ალაგეთ ვიდეო. წავედი.